ირანი იმუქრება ურანის გამდიდრების გაძლიერებით ბირთვული იარაღის შესაქმნავად, რადგან მოლაპარაკებები ამერიკელებთან საბოლოოდ ჩაიშალა. ამერიკის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა დღეს განაცხადა, რომ ირანთან ზავი ძლივს სუნთქავს და რომ ირანის პასუხი შემოთავაზებულ სამშვიდობო შეთანხმების პირობებზე ვაშინგტონს არ აკმაყოფილებს. დონალდ ტრამპმა გაღიზიანებით განაცხადა, რომ ირანის წინადადება ბოლომდე არც კი წაუგითხავს, რადგან ეს, ციტირებ, სისულელეა. ამავე დროს ტრამპმა სასწრაფოდ მოიწვია ოფიციალური პირები თეთრი სახლის სიტუაციურ ოთახში, რათა განეხილათ ირანის წინააღმდეგ სამხედრო მოქმედებების განახლება. შედეგად ნატოს ფასები კვლავ გაიზარდა და სულ უფრო მეტი პროგნოზი მიუთითებს იმაზე, რომ აშშ საბოლოოდ დაუბრუნდება ირანის დაბომბვას. ჩემი სახელია ალექსეი პეჩი, მოდით ერთად განვიხილოთ ეს თემა, მაგრამ სანამ დავიწყეთ, გთხოვთ გამოიწეროთ ეს YouTube არხი, მოიწონოთ ეს გამოშვება და დაწეროთ ნებისმიერი კომენტარი. გამოიწერეთ ჩემი Telegram არხი Pechi News-ი, მული მასზე მოცემულია ამ ვიდეოს აღწერაში. აშასე, ორშაბათს აშშ-ს პრეზიდენტი დონალდ ტრამპი შეხვდა თავის ეროვნულ უსაფრთხოების გუნდს, რათა განეხილათ შემდგომი ქმედებები ირანთან ომში, მათ შორის სამხედრო მოქმედებების შესაძლო განახლება. მას შემდეგ, რაც კვირას მოლაპარაკებები საბოლოოდ ჩიხში შევიდა, თეთრ სახლში აცხადებენ, რომ ტრამპს რა თქმა უნდა სურს შეთანხმების მიღწევა, რომელიც ყველაფერს ბოლოს მოუღებს. მაგრამ ირანის მხრიდან მისი მრავალი მოთხოვნის უარყოფა და მისი არამზადობა წავიდეს სერიოზულ დათმობებზე ბირთვულ პროგრამასთან დაკავშირებით, კვლავ სვამს სამხედრო ვარიანტს დღის წესრიგში. ირანშიც გრძნობენ, რომ ომი დიდი ალბათობით კვლავ განახლდება, ამიტომ იქ გადაწყვიტეს გაზარდონ ფსონები და საბოლოოდ ამოიღონ თავიანთი კოზირი. ირანის პარლამენტის ეროვნული უსაფრთხოების და საგარეო პოლიტიკის კომისიის წარმომადგენელმა დღეს განაცხადა, რომ თუ აშშ ან ისრაელი კვლავ შეუტევენ ირანს, თეირანი გადავა სამხედრო დონის ურანის წარმოებაზე. შემდეგ მოჰყავს მისი ციტატა. ერთ-ერთი ვარიანტი ირანისთვის ახალი თავდასხმის შემთხვევაში შეიძლება იყოს ურანის გამდიდრება 90%-მდე. ამას პარლამენტში განვიხილავთ. საკითხი იმაშია, რომ 90%-მდე გამდიდრებული ურანი პირდაპირი გზა ბირთვული პროგრამის საკმაოდ სწრაფად შექმნისკენ. შედეგად ირანმა დაიკავა თავის ძველ ნაცად ტაქტიკას, ანუ პროცესის გაჭიანურებას, რაც შეიძლება დიდხანს. აშშ 10 დღე ელოდა ირანის პასუხს მათ წინადადების პროექტზე ომის შეწყვეტის შესახებ. მიუხედავად იმისა, რომ შეგახსენეთ, ტრამპი მკაცრად აცხადებდა, რომ პასუხისთვის მხოლოდ 48 საათს აძლევდა. ირანმა კი 10 დღე გამოიყენა. და ტრამპს კიდე სჯეროდა, რომ მაინც შეიძლებოდა შეთანხმება. მაშინ ოპტიმისტურად იყო განწყობილი, ამბობდა, რომ უკვე თითქმის მივახციეთ შეთანხმების გაფორმებას. თუმცა ირანის პასუხი, რომელიც კვირას გვიან საღამოს მოვიდა, უარყოფითი იყო. თეირანში განაცხადეს, რომ ტრამპის წინადადება ირანის კაპიტულაციას ნიშნავს, რაზეც ისინი არ დათანხმდებიან. შედეგად ირანმა ამერიკელებს საპასუხო სამშვიდობო გეგმა წარუდგინა. ტრამპმა ირანის პასუხი წაიკითხა და განაცხადა, რომ ზავი უკვე ძლივს სუნთქავს და რომ ირანის პასუხი შემოთავაზებულ სამშვიდობო შეთანხმების პირობებზე ვაშინგტონს არ აკმაყოფილებს. შემდეგ მოკლე ციტატა ტრამპისგან. მე არც კი დაემთავრებია ბოლომდე ის სისულელე, რაც მათ გამომიგზავნეს. ირანს სურს ომის დასრულება აბსოლუტურად ყველა ფრონტზე, მათ შორის ლიბანში, სადაც აშშ-ის მოკავშირე ისრაელი ებრძვის თეირანის მიერ მხარდაჭერილ ჰეზბოლას დაჯგუფებას. თეირანმა სხვა პირობებთან ერთად ასევე ხაზგასმით აღნიშნა თავისი უფლება და სუვერენიტეტი ჰორმუზის სრუტეზე. მოითხოვა ფინანსური კომპენსაცია ომისგან მიყენებული ზიანისთვის და ამერიკული სანქციების დასრულება. ამაში დონალდ ტრამპს არ შეეძლო სამხედრო მოქმედებების შეწყვეტა და შემდეგ უკვე უფრო სადაო საკითხებზე, მათ შორის ირანის ბირთვულ პროგრამაზე მოლაპარაკებების დაწყება. მეორე მხრივ დონალდ ტრამპსაც ჯერჯერობით არ გამოსდის ყველაფრის სამხედრო გზით გადაწყვეტა. მინიმუმადაც კი ვერ შეძლო ჰორმუზის სრუტის გამბლოკვა. გახსენებთ, დონალდ ტრამპმა ცალკე სამხედრო ოპერაცია თავისუფლებაც კი გამოაცხადა. მაგრამ აშშ სამხედრო-საზღვაო ძალების გემებმა მაინც ვერაფერი შეძლეს. მიუხედავად იმისა, რომ იქ დაპირისპირებებიც იყო, ირანელები რაკეტებს უშვებდნენ, ამერიკელები ირანულ კატერებს უტევდნენ, მაგრამ ჰორმუზის სრუტის გამბლოკვა მაინც არ მოხდა. კომპანიების KPLR და LSEG-ის მონაცემებით, გასულ კვირას ჰორმუზის სრუტით მხოლოდ 3 ნავთობის ტანკერი გავიდა. და ესეც არა ამერიკელი სამხედროების დახმარებით, არამედ უბრალოდ იმიტომ, რომ ტრანსპონდერები გამორთეს, რათა ირანის მხრიდან დაბომბვას ასწენოდნენ. აქ მნიშვნელოვანია აღინიშნოს, რომ წინა დღეს კვირას
კატარის გაზზიდმა მაინც გაიარა სრუტე. თუმცა, როგორც ჩანს, ეს არ იყო ამერიკელების დახმარება. ეს იყო კატარისა და ირანის ცალკე შეთანხმება. ეხლა კიდევ ერთი თხევადი ბუნებრივი გაზის ტანკერი სახელად მიგზემ. კატარის რასლაფაინიდან პაკისტანის ყასიმის პორტისკენ მიემართება და ასევე მშვიდად გაივლის ჰორმუზის სრუტეს. აი როცა ტრამპმა შეთანხმებას ვერ მიაღწია, ის ისევ მზად არის ომისთვის. როგორც გახდა ცნობილი, წინა დღეს ტრამპმა ერთ კაბინეტში შეკრიბა ვიცე-პრეზიდენტი ჯეი დი ვენსი, სპეციალური წარმომადგენელი სტივ ვიტკოფი, სახელმწიფო მდივანი მარკ რუბიო, თავდაცვის მინისტრი პიტ ჰექსეტი, გაერთიანებული შტაბების კომიტეტის თავმჯდომარე გენერალი დენ კეინი, აშშ-ის ცენტრალური სადაზვერვო სამმართველოს დირექტორი ჯონ რედკლიფი და სხვა მაღალი თანამდებობის პირები. ამ შეხვედრის წინ ტრამპა განაცხადა, ციტატა: "მე მაქვს გეგმა. ირანს არ შეუძლია ბირთვული იარავეს ფლობა. ირანთან ზავი გადარჩენის ზღვარზე. ირანი დათანხმდა აშშ-ისთვის გადაეცა თავისი გამდიდრებული ურანის მარაგი. თუმცა ირანელებმა შეცვალეს პოზიცია, რადგან მათ პასუხში კვირას ეს საკითხი საერთოდ არ იყო ნახსენები. დღეს ირანის ხელმძღვანელობა გაყოფილია ზომიერებად და გიჟებად. შედეგად, თეთრ სახლში განაცხადეს, რომ დონალდ ტრამპი კვლავ იხრება ირანის წინააღმდეგ რაიმე სამხედრო ქმედებებისკენ. და აი მისი იძულება ბირთვულ პროგრამაზე დათმობებზე წასვლას. ვერსიებს შორის, რომელსაც დონალდ ტრამპი განეხილავს, არის სწორედ იმ ოპერაციის პროექტი თავისუფლების განახლება. ანუ ამერიკული ოპერაცია გემების ჰორმუზის სრუტეში გაცილების მიზნით, რომელიც გასულ კვირას შეჩერდა. რადგანაც მან განსაკუთრებული შედეგები არ გამოიღო. სხვა ვარიანტია დაბომბების განახლება და გეგმები დარტყმები მიაყენონ იმ 25%-ზე ნაკლებ ობიექტებზე, რომლებიც ამერიკელმა სამხედროებმა განსაზღვრეს, მაგრამ ჯერ არ დაუზიანებიათ. ისრაელის მთავრობა სურს, რომ დონალდ ტრამპმა გასცეს ბრძანება სპეცრაზმის ოპერაციის ჩატარებაზე, რათა უზრუნველყონ ირანის გამდიდრებული ურანის მარაგების უსაფრთხოება. ისრაელის ოფიციალური პირები აცხადებენ, რომ დონალდ ტრამპი ჯერჯერობით ესეთი ბრძანების გაცემას ჯერ არ ბედავს, რადგან ეს უკიდურესად რისკიანია. მაგრამ აქ აუნიშნავ, რომ დონალდ ტრამპი მაინც მიდის რისკზე, მაგრამ სხვა საკითხში. აშშ-ის მთავრობამ გამოაცხადა სანქციების გაწესება 3 ფიზიკური პირისა და 9 კომპანიის მიმართ, რომლებიც გაერთიანებული არაბეთის ემირატებიდან, ჰონგ-კონგიდან და ომანიდან არიან ირანული ნავთობის ჩინეთში მიწოდებაში დახმარებისთვის. ამერიკის ფინანსთა სამინისტრომ დააზუსტა, რომ ახალი შეზღუდვები მიმართულია მათ წინააღმდეგ, ვინც ეხმარებოდა ისლამური რევოლუციის გუშაკთა კორპუსს ნავთობის გაყიდვაში, ჩინეთის ბაზარზე და ამით $100 მილიონ გამოიმუშავებდა. აშშ-ის ფინანსთა სამინისტროს ხელმძღვანელმა სკოტ ბესენტმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ დონალდ ტრამპის ადმინისტრაცია გააგრძელებს სანქციების გამოყენებას, რათა ირანის მთავრობა და არმია დაფინანსების გარეშე დარჩნენ. იარაღის შესაძენად, საკუთარი პროქსი ძალების მხარდასაჭერად, ახლო აღმოსავლეთში და ბირთვული პროგრამის განსახორციელებლად. გარდა ამისა, აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტმა წინა დღეს დააწესა ჯილდო. დოლარი იმ ინფორმაციისთვის, რომელიც დაეხმარება ისლამური რევოლუციის გვარდიის კორპუსის ფინანსური მექანიზმების გამოვლენაში. ეს ყველაფერი დონალდ ტრამპი აკეთებს პეკინში ვიზიტის წინ, რომელიც უახლოეს დღეებში გაიმართება, სადაც ის ჩინეთის ლიდერ სი ძინპინთან მოლაპარაკებებს გამართავს. მოსალოდნელია, რომ თეთრი სახლის ხელმძღვანელი ზეწოლას მოახდენს ჩინეთის ლიდერზე, რათა მან დაეხმაროს ირანთან კონფლიქტის გადაწყვეტაში და სტრატეგიულად მნიშვნელოვან ჰორმუზის სრუტეში გადაადგილების აღდგენაში. მაგრამ გამოუვა თუ არა ეს, აქ კითხვა ღია, რადგან სი ძინპინი თავისი მომსახურების საანცვლოდ ნამდვილად ძვიადღირებულ რამეს მოითხოვს. და აქ მეგობრებო, გივჩერდ გადახვიდეთ ჩემს YouTube არხზე და მოძებნოთ ვიდეო, რომელიც ასე ქვია: სი ძინპინმა დონალდ ტრამპს საფასური მოსთხოვა. იმ ვიდეოში ჩვენ სწორედ ამას განვიხილავდით, თუ როგორ აწყობენ ჩინელები სიტუაციას ისე, რომ ტრამპმა სი ძინპინისა და მისი დახმარების საანცვლოდ ახლო აღმოსავლეთში ომის დასრულებაში. აქ აღარ გავიმეორებ. აქ წერტილებს დავაყენებ. თქვენი აზრი და დასკვნები დაწევეთ ამ გამოშვების კომენტარებში. გამოიწერეთ არხი და დააწყაპუნეთ ზარზე. და არ დაგავიწყდეთ ლაიქის დაჭერა. და მეგობრებო, თუ გსურთ ამ YouTube არხის მუშაობის მხარდაჭერა, ამას შეძლებთ ნებისმიერი შემოწირულობით. ბულებით და რეკვიზიტებით ამ ვიდეოს აღწერაში ან თქვენს ეკრანებზე გამოსახული QR კოდით. ამით დასრულდა, იზუნეთ საკუთარ თავზე, ყველას მშვიდობით.